მინდა დღეს გულწრფელად გესაუბროთ ჩემი კონტენტის შესახებ. თუ ჩემი აქტიური მაყურებელი ხარ, გეცოდინება, რომ დიდი ხანია უკვე თემუს მომხმარებელი ვარ და თემუს ინფლუენსერის პროგრამაშიც მონაწილეობ. დღემდე ამ თემაზე ესე თავისუფლად არ მისაუბრია, თუმცა დროა გითხრა ის, რასაც მე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ თემუ ჩემი პარტნიორი კომპანიაა და ძალიან ვაფასებ ამ თანამშრომლობას, არ ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტი იდეალურია. არსებობს ნივთები, რომლებიც ძალიან მომწონს და დღემდე აქტიურად ვიყენებ, თუმცა არის ისეთი პროდუქტებიც, რომლებმაც ჩემი მოლოდინები ვერ გაამართლა. ზოგი პროდუქტის საერთოდ არ მიჩვენებია კონტენტში, რადგან არ მომეწონა. არსებობს ისეთი ნივთებიც, რომლებიც პირდაპირ მithქვამს, რომ ჩემთვის არ გამოდგა. ყოფილი ნივთებიც, რომლებმაც მალევე დაკარგა თავისი ფუნქცია და გამოყენებაც შესაბამისად შევწყვიტე. სწორედ ამიტომ, სანამ რამის გამოიძარ, გირჩევ შეამოწმო მომხმარებლის კომენტარები, ნახო ფოტოები და შეაფასო ნამდვილად შეესაბამება თუ არა პროდუქტი შენს მოლოდინებს. მე ყოველთვის ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, როგორ მომეწონა თითოეული პროდუქტი და როგორ არა. რა აქვს დადებითი და რა უარყოფითი. თუ გაინტერესებს რომელ პროდუქტებს ვიყენებ ყოველდღიურად და რომელი მომეწონა გამოყენებაში, გამომყევი, რადგან მალე ყველაფერს დეტალურად გაჩვენებ.